სანამ ვატიკანში წავხვალთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინეთ. უპირველესად გეტყვით, რომ თუ კი ჩემსავით მხოლოდ 4 საათი გექნებათ, ეს დრო საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ ყველაფერი შემოირბინოთ და ბოლოს მაინც დაგწყდეთ გული. ასე რომ მინიმუმ 1 სრული დღე გათვალეთ. სავარაუდოდ შესაძლოა შეხვდებათ ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ გიდის მომსახურება აუცილებლად უნდა შეიძინოთ, რაც მართალი არ არის, ასე რომ არ მოტყუოდეთ. მე უპირველესად წმინდა პეტრეს ბაზილიკისკენ გავემართე, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ქრისტიანული ტაძარია. ჯამში 60,000 ადამიანს იტევს. რელიგიური ცენტრი ამ სახით მე-16-17 საუკუნეებში აშენდა, იქამდე კი ამ ადგილას კონსტანტინეს ბაზილიკა მდებარეობდა. ვატიკანის თითქმის ყველა ნაგებობაში იკრძალება შორტით, მინიკაბებითა და მოშიშვლებული მხრებით შესვლა. თუ არ გაქვთ შესაბამისი სამოსი, ადგილზე დაგხვდებათ ალტერნატივა. ბაზილიკა უზარმაზარია, ასე რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ არ უნდა გამორჩეთ. უპირველესად მიქელანჯელოს პიეტა, რომელშიც ღვთისმშობელი ჩვიდან ახლად ჩამოხსნილ იესო ქრისტეს დასტირის და მეორე აუცილებლად ჩადით ტაძრის ქვემო სართულზე, სადაც პეტრე მოციქულია დაკრძალული, რომელიც სხვათა შორის ასევე რომის პირველი ეპისკოპოსი იყო. ამ სართულზევე დაკრძალული რომის თითქმის ყველა პაპი. უშუალოდ ტაძარში შესვლა უფასოა, მაგრამ თუ კი გუმბათზე ასვლას გადაწყვეტ, ფეხით 8, ხოლო ლიფტით 10 евро დაგიჯდებათ. აქედან გუმბათის დათვალიერებას ბევრად უკეთ შეძლებთ ხის ნახვა, თუმცა თუ კი ძალიან ჩქარობთ, აჯობებს პირდაპირ ვატიკანის მუზეუმისკენ აიღოთ გეზი. აქაც დაუმთავრებელი რიგი დაგხვდებათ, ეს ლოდინი კი ნამდვილად ღირს. მუზეუმში შესვლა 17 евро ჯდება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აღორძინების ეპოქის შედევრს მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელას ნახავთ. ამ ნამუშევარს ტიტანური შრომის კვალი ეტყობა. ზოგადად ფოტო-ვიდეოს გადაღება არის აკრძალული, თუმცა ამ წეს ყველა არ ყავს, უბრალოდ გადამხები მოწყობილობები თავად არღვევენ. და რომ მგონია აღარაფერი გაგაოცებს, წინ ვატიკანის მუზეუმის სპირალური კიბე გვხვდება. ვატიკანი მუდმივი აღმოჩენების ადგილია.